მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშნვის წესი იცვლება, უქმდება რიგი პოსტები და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები. ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შედის. კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. ძალიან ბევრ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობას, მოსამართლეთა მივლინების ახლებურ წესებს, ავტომატური განაწილების წესებს საქმეების სასამართლოებში, საკასაციო, ასე ვთქვათ, დასაშვების პირობები გაუმჯობესდება და მათ შორის საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. და ძალიან ბევრი კიდევ ისეთი ნორმაა, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მესამე ეტაპი მიზანი ამის არის არამხოლოდ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლების, არამედ მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა და ასევე მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელიც გულისხმობს კიდევ მეორე ამ გადატვირთული სასამართლოს მუშაობის პირობებში მოგეხსენებათ საქმეთა მზარდი ნაკადი, ძალიან დიდი მოსამართლეთა რიცხვის სიმცირე, ყველა ეს პრობლემა დაძლეული რომ იყოს რეფორმის მესამე ეტაპზე არის რიგი საკანონმდებლო ღონისძიების. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარი არის უზენაეს სასამართლოს დონეზე მოსამართლეთა რიცხვის გაზრდას.